მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას ევროპის დაისი. დღეს მცირედით განსხვავებული გადაცემა გვექნება, იმიტომ რომ ჩვენთან ერთად არის ზაზა შათირიშვილი, ფილოსოფოსი. დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა იქნება ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნები, მისი შედეგები, კონტექსტი, რამ განაპირობა პროგრესული ბულგარეთის ასეთი ერთპიროვნული გამარჯვება, როგორი იყო აქ ლიბერალური სამყაროს, ევრობიუროკრატიის და deep state-ის ჩარევა და მათი მოტივაციები, აი ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ დღეს ზაზასთან ერთად და ვესწრებთ მაქსიმალურად ყველა შრემოვიცვათ და სრული ანალიზი მოვახდინოთ ამ საკითხის. მნიშვნელოვანი ალბათ აღინიშნოს პირველ რიგში ის, რომ ეს იყო 5 წლის განმავლობაში მერვე არჩევნები, რაც ჩატარდა ბულგარეთში, რაც ცოტა ტრაგიკომიკური არის, იმიტომ რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამ ქვეყანაში არსებობდა შევიძლია ვთქვათ, რომ ხელდასმული მმართველობები, რომელიც არასოდეს არ გამოხატავდა საკუთარ საზოგადოებას და სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ მუდმივად ჭირდებოდათ მათ ხელახალი არჩევნების ჩატარება, იმიტომ რომ ვერც მთავრობა ვერ კომპლექტდებოდა, მუშაობას ვერ ახერხებდა პარლამენტი და ასე შემდეგ და ამაში მუდმივად ერეოდა ის გარე ძალები, რომლებიც შემჩნეული არიან ჩვენთანაც ხელების ძაღლში ფათურში და ამასაც დავაკავშირებთ საქართველოსთან და ზოგადად რა გავლენები ექნება ამ ყველაფერს საქართველოზე და ზოგადად ამ დიდ გეოპოლიტიკურ სურათში ის განლაგება, რაც ახლა ბულგარეთში, ჩეხეთში, თუნდაც უნგრეთში დაჯდა, რომელიც ძალიან წააგავს ჩვენ რიტორიკას და რამდენიც არ უნდა სკეპტიკური თვალით შეხედოს ადამიანმა მართლა ჩვენი ეკო გახდა უკვე ეს დიდი ევროპული ქალაქები და თუ ჩვენ აქამდე ვიყავით პერიფერია და მეტროპოლიის გამოძახილს ძალიან დაგვიანებულად ყვებოდით ხოლმე, ახლა ისე გამოვიდა რომ მეტროპოლია ჩვენთან არის და ამ ჩვენ ეკოს ეწევიან. გარკვეული აზრით შეიძლება ესეც ითქვას, თუმცა რა თქმა უნდა არის ერთი სერიოზული განსხვავება, ისინი არიან შიგნით, ჩვენ მაინც ვართ გარეთ. კი ბატონო. რაც გვაძლევს თავისუფლებას, რა თქმა უნდა. მეორე მხრივ ამავე დროს უნდა მადლობა გადაუხადოთ establishments, ჩვენს პოლიტიკურ establishments, ბიზინა ივანიშვილს, რომელსაც დაახლოებით 15 წელია მიყავს აქვს არჩეული სტრატეგია, რომელსაც მე დავარქმევდი ქარიდასა და სტილას შორის. არის მუდმივად ახალ-ახალი გამოწვევები და უნდა ვთქვათ, რომ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევა, რა თქმა უნდა, იყო 2022 წელი, უკრაინული ომი, როდესაც ჩვენ ფაქტობრივად მოგვიწია ისეთი რაღაც გაკეთება, რასაც მანამდე ჩვენც კი ვერ წარმოვიდგენდით, ანუ ის ხალხი, რომელიც ვართ გვერდით, პაპუჩიკი რასაც ქვია, თქვათ ასე, პროპაგანდისტები, ანუ იდეოლოგიური ფრონტის მუშაკები, მართლაც აი ეს იყო ძალიან სერიოზული გამოწვევა, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დათული სამსახური გაუწია მაგალითად ვიქტორ ორბანს. ეს ერთი. რუმინეთში პირდაპირ დაჭირდათ ორჯერ ჩარევა, ჩეხეთი ნაწილობრივ ხელიდან დაუსყლდათ და ბულგარეთზე მე შემიძლია ესე ვთქვა, რომ ბულგარეთი შეუგნებლად ნებს უნებლიეთ ეს გამოჩნდება, მაგრამ ხელიდან გაუსყლდათ. მაგრამ რადგანაც ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ აი ევროპის დაის შევხედოთ ცოტა უფრო დიდ კონტექსტში, მე ესე ვიტყოდი, რომ თუ დიდ კონტექსტში შევხედავთ, რისი დროც არასოდეს არ არის ხოლმე, როდესაც გვაქვს აი როცა პირდაპირ ანალიზს აკეთებთ და როდესაც ელაპარაკები საზოგადოებას უშუალოდ მიმართავ და მესიჯს უგზავნი, არასოდეს არ გაქვს იმის დრო, რომ რაღაც პარტო კონტექსტზე ელაპარაკო. ეხლა გვაქვს ეს დრო და შეგვიძლია ვთქვათ ერთი რამ, რომ პრინციპში თუ ავიღებთ და შევადარებთ ერთმანეთს ბულგარეთს და უნგრეთს, მოხდა გარკვეული ნორმალიზაცია. ის, რასაც ვიქტორ ორბანი აკეთებდა, იყო მე ესე ვიტყოდი, რომ სწორედ ეს იყო გარკვეული აზრით ანომალია. ისევ როგორც ანომალია იყო, რაც ხდებოდა ბულგარეთში. ბულგარეთი უნდა ყოფილიყო უნგრეთი და უნგრეთი უნდა ყოფილიყო ბულგარეთი. აი ახლა რაღაცნაირად გასწორდა. რა თქმა უნდა, უნგრეთი ვერასოდეს ვერ გახდება საფრანგეთი, გერმანია, ინგლისი. გამომდინარე დიდი კულტურული და პოლიტიკური ინერციიდან, რასაც ეწოდება ავსტრია-უნგრეთის გრძელი ჩრდილი. ის რომ მადიარს უწევს იმის თქმა, რომ აი
ავსტრია-უნგრეთი მისი ბოლო განცხადებები რო ავიღოთ და ეს ავსტრია-უნგრეთი ავსტრიასთან და ეს არის არადეტერმინანტა, მაგრამ კულტურული კოდი. აი ესე ვიტყოდი. აქედან გამომდინარე, მადიარის არჩევნებით მოხდა არა სრული გადახრა ბრიუსელისკენ, არამედ გასაშუალოება სიტუაციის. პირიქით, ორბანმა იმდენად გადახარა, რომ ფაქტიურად ეს არჩევნები იქნება რაღაცა გასაშუალოება და ფაქტობრივად ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი ღერძული ქვეყანა, როგორც არის უნგრეთი, ბრუნდება თავის ნორმალურ ისტორიულ მდგომარეობას დასავლეთსა და აღმოსავლეთ შორის. ხო, ანუ იდეაში ორბანის რადიკალური პოლიტიკა უფრო მეტად იცვლება იმ მიმართულებით, რომ თუნდაც ევრობიუროკრატიასთან მცირედით ნაკლებ რადიკალური მიმართება ექნება ამჟამინდელ ადმინისტრაციას. და მე ესე თორე სხვა მიმართულებით ეს იქნება სოციალური საკითხები, ეკონომიკური საკითხები, საგარეო პოლიტიკა, ანუ დიდი არაფერი არ შეცვლილა, იმიტომ რომ მადიარის რიტორიკაც არის კულტურულ კოდზე მორგებული და ის ამის გადახვევას არ აპირებს. ეგრეთ წოდებულ deep states, რომელს ამ კონცეპტს ჩვენ ხშირად ვიყენებთ ხოლმე და სავსებით სწორად, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში სუბიექტის იდენტიფიკაცია შეუძლებელი იქნებოდა. ისევ ამბობ, შეიძლება სხვა სიტყვა გამოგვეყენებინა, მაგრამ რადგანაც deep state ძალიან მე ესე ვიტყოდი, ხარტად ასახავს. უკვე აკადემიურ ტერმინადაცაა დამკვიდრებული. კი, ახლა ძალიან ბევრი იყენებს, მაგალითად იგივე ჯონ მირშაიმერი და მირშაიმერის სკოლის წარმომადგენელი ვაშა კასრაძე და სხვაებიც ხშირად იყენებენ. deep states აქვს, რა თქმა უნდა, სერიოზული თქვა ასე ინსტრუმენტები მადიარის გამარჯვების შემდეგ, რომ ჩაერიოს უნგრულ პოლიტიკაში, მაგრამ უკვე იმდენად არის გაფუჭებული საქმე, რომ შეუძლებელია უნგრეთის რადიკალიზება და მისი ჩართვა ბრიუსელის პირდაპირ კონიუნქტურაში. ეს ძალიან რთული იქნება და ფაქტიურად შეუძლებელიც იქნება. თუ არ ვიღეთ ბულგარეთის მოსახლეობას, პოლიტიკური ისტაბლიშმენტი 10 წლების განმავლობაში ატარებდა აბსოლუტურად განსხვავებულ პოლიტიკას. თუ შეხედავდი პოლიტიკურ ისტაბლიშმენტს, ეს იყო აი დაახლოებით ხა მე არ მომერიდება. აი წარმოვიდგინოთ, რომ ქართული ოპოზიცია რომ მართავდეს აი დაახლოებით და რიტორიკის თვალსაზრისით ზუსტად ერთ-ერთზე იჯდა თითქმის ჩვენს ოპოზიციასთან. და დაახლოებით ეხლა მთლად ისე არა, მაგრამ არ იყო მხარდაჭერილი ეს ყველაფერი ხალხის მიერ. მაგრამ იმის გამო, რომ ბულგარეთი არის ევროკავშირის ნაწილი და ნატოს წევრი ქვეყანა, ზემოქმედების საშუალებებიც გაცილებით უფრო მეტია ვინმე საქართველოზე, რომ საქართველო de jure, de facto, მაგრამ de jure არის დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელიც არ შედის არანაირ იმაში თქვა და ასე არც ევროკავშირში, არც ნატოში და არც მადლობა ღმერთს არანაირ სხვა ტიპის არც ევრაზიულ კავშირშია, ხო? ანუ ჩვენ მართლა გვაქვს ფუფუნება დამოუკიდებლობის. და მოვიდა ესეთი დროც. მაგრამ ისე აი საბოლოოდ რომ თქვა ბულგარეთზე რა მოხდა, შეიძლება ითქვას რომ მოხდა გასწორება. რაღაცნაირად დღევანდელი ხელისუფლება ბულგარეთის გამოხატავს საზოგადოების უდიდესი ნაწილის თქვა და ასე განწყობებს, იმედებს და მოლოდინებს. ხო, ბულგარეთში ამ ბოლო 5 წლის 7 მთავრობა სანამ მერვე აი შეიძლება. არა, შეგვიძლია უფრო სხვადასხვა ჩვენ შეგვიძლია 20 წელი ავიღოთ. კი, უფრო უკანაც შეგვიძლია წავიდეთ. უკანაც წავიდეთ და ვნახოთ, რომ პრინციპში მთელი ეს აი პერიოდი ნახევარსაუკუნე თითქმის, ხო? არის დაახლოებით მეტნაკლებად ერთ-ერთი სიტუაცია ისტაბილიზდება. ნუ ესა ქვეყნის გაჩერების ალბათ უნიკალური შემთხვევა თანამედროვე სამყაროში, რაც ამ კონტინენტზე ყოველ შემთხვევაში ნახავს. გვერდზე რო ავიღოთ, იგივე პოლონეთი რო ავიღოთ, უნგრეთი თავისთავად, ჩეხეთიც, სადაც ის რაც დღეს ჩეხეთში ხდება, ეს ბაბიშის მოსვლა. ეს არის ბაბიშის უგასავად კალამბურისთვის მეორედ მოსვლა. იმიტომ რომ ერთხელ უკვე იყო ბაბიში და მასაც ჰქონდა სწორედ ესეთი ცენტრისტული პოლიტიკა. ეხლა მე არ გულისხმობ მხოლოდ რუსეთისადმი დამოკიდებულებას, არამედ ღირებულებების და ეკონომიკის მომენტსაც გულისხმობ. ხო, ბულგარეთში მთელი ის აპარატი იყო ჩართული, რომელიც აგრეთვე
მაგიტო არის ხო ძალიან მსგავსი ჩვენ სიტუაციაზე აგრეთვე ოპერირებს ჩვენთან მედიით დაწყებული ევრობიუროკრატიით დამთავრებული, რომელიც ამ ბოლო წლების მანძილზე საზოგადოების აბსოლუტურ პოლარიზაციას ეწეოდა, სადაც მხარდაჭერილი იყვნენ ის ლიბერალური ძალები, რომლებიც საბოლოოდ მოდიოდნენ ხელისუფლებაში, მაგრამ ვერ ართმევდნენ კვორუმის შეკრასაც კი თავს, სრულად იყო უგულებელყოფილი რეალური საზოგადოების სურვილები და მათი დაკვეთა. თავიდან ბოლომდე მიდიოდა მარტო იმაზე ამ მთავრობების მიერ მოქმედებები, რომ ბრიუსელისთვის და ევრობიუროკრატიისთვის მათი მიცემული დავალებების შესრულება ყოფილიყო დღის წესრიგში მთავარი. ბულგარეთი იყო რაც უპირობო მხარდაჭერი უკრაინის შეიარაღების, უკრაინის დაფინანსების და ასე შემდეგ. გამოჩნდა უცებ ეს პროგრესული ბულგარეთი, რომელმაც ყველა ის მესიჯი, რომელიც არსებობს საქართველოში, ისესხა, მაგრამ რა ბულგარეთია გასვიღა ტრამპი აკეთებს იგივეს და სადაც მისი რიტორიკა, პარტიის რიტორიკა დაეყრდნო იმას, რომ ჩვენ გვჭირდება სუვერენული ბულგარეთი, Bulgaria first, ეგ ტერმინი ძალიან ხშირად უსირებდა, მას დაუპირისპირდა დასავლური მედია. მას დაუპირისპირდა შიდა გარედან დაფინანსებული NGO სტრუქტურები, მას დაუპირისპირდა ნახევრად ლიბერალური სოფია, მას დაუპირისპირდა მთლიანად ირგვლივ არსებული ლიბერალური ესტაბლიშმენტი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხალხმა მაინც მიიღო ის გადაწყვეტილება, რომ აირჩია ის ძალა, რომელიც საუბრობდა სუვერენიტეტზე, რომელიც საუბრობდა მშვიდობაზე, რომელიც საუბრობდა პრაგმატულ პოლიტიკაზე, რომელიც არ საუბრობდა იმაზე, რომ ჩვენ რასაც დაგვავალებს ევროკავშირი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და ეს არის ერთადერთი ჭეშმარიტება, არამედ ჩვენ უნდა გამოვიდეთ საკუთარ საჭიროებებიდან და მხოლოდ მაშინ უნდა გადავდგათ ის ნაბიჯები, რომლებიც თანხმედრაში მოდის ევროკავშირთან და ევროპიუროკრატიას და თუ ეს პირველ რიგში ჩვენთვის არის მისაღები და ჩვენი ხალხისთვის არის სარგო. აქედან გამომდინარე, თან ის იყო ამ ბოლო 5 წლის განმავლობაში და ამ 8 არჩევნების განმავლობაში ყველაზე მაღალი დასწრების არჩევნები და ძლივს შეიქმნა ეს ერთპარტიული პარლამენტი, იმიტომ რომ ნახეთ მანამდე რომ ეს კოალიციური ექსპერიმენტები მართლა ქვეყნის გაჩერება ვიხმარეთ ახლა ტერმინი და გაჩერება არ ის იყო რა ქვია უკან წარსულში დაბრუნება, იმიტომ რომ ფაქტიურად ისე გამოვიდა რომ ამ 5 წლის მანძილზე ქვეყანაში საერთოდ არაფერი არ დაძრულა რაღაც შიდა განვითარების თვალსაზრისით, თორე ხო რასაკვირველია, ბრიუსელის რეკომენდაციები ზედმიწევნით სრულდებოდა. და მაგაზე რო ვისაუბროთ, მაგალითად, როგორ გამოეპარა და დაუსხლდა ხელიდან Deep States ეს მდგომარეობა, იმიტომ რომ მთელი ამ 5 წლის განმავლობაში ეს დავალება სრულდებოდა კარგად და საზოგადოებაც არ იყო საკმარისად ალბათ არც ინფორმირებული და ალბათ мотиваციასაც ვერ ხედავდნენ იმისა, რომ რამე ცვლილება იყო შესაძლებელი. ერთი რომ ეს როგორ გამორჩათ და მეორე ეს კონსოლიდაცია ბულგარული ხალხის, რომ მათ ერთპარტიული პარლამენტი დაეკომპლექტებინათ თავისი არჩევანით, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წლის განმავლობაში მათ ყველა გარედან თუ შიგნით ყვებავდა იმ იდეით, რომ კოალიციური მთავრობა არ მნიშვნელოვანი, ბრიუსელიდან ნაკარნახები თამაშის წესები არის აუცილებლად მისაღები, ეს კონფიგურაცია როგორ დაჯდა, მაგაზე რო ვისაუბროთ. ეს შენი კითხვა მოიცავს რამდენიმე საკითხს და კონტექსტუალურ მომენტს, მე ესე ვიტყოდი. პირველი ჯერ ერთი Deep State არ არის ყოვლის შემძლე. რა თქმა უნდა. ეს ერთი. მეორე. რა თქმა უნდა ძალიან დიდი ძალა და რესურსი წაიღო უნგრეთმა. ნებადო. გარეგანი დახმარების თვალსაზრისით. და მესამე ბოდიში სხვა შორის უნგრეთმა ერთი, მაგრამ მანამდე მოლდოვა, მანამდე რუმინეთმა. ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ძალიან პარალელური იყო და ძალიან ახლო იყო. თორე რა თქმა უნდა, ორი რუმინეთი, რომელიც იყო ძალიან სერიოზული, იცი რა არის, მე ესე ვიტყოდი, რუმინეთი ფაქტობრივად ესე გარედან სტოპკრანით გააჩერეს ორჯერ. ანუ რეალურად რუმინეთში Deep State ორჯერ დამარცხდა, მაგრამ გარედან მოხდა გადაწყვეტვა სიტუაციის, რამაც სხვათა შორის საშინელი რეპუტაციული ზიანი მიაყენა ბრიუსელს და დასავლეთს როგორც ასეთს.
დიდი რეპუტაციული, მოლდოვაშიც, რა თქმა უნდა, მაგრამ განსაკუთრებით რუმინეთში გამოჩნდა, რომ deep state არ არის ყოველი შემძლე. რაც შეეხება და კიდე ერთი მომენტი, უნგრეთისა და ბულგარეთის შედარების შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბულგარული საზოგადოება შიგნიდან აღმოჩნდა ძალიან კონსოლიდირებული, თან იყო აბსოლუტურად მარტივი არჩევანი. მარიონეტული ხელისუფლება თუ ხელისუფლება, რომელიც გაითვალისწინებს ქვეყნის ინტერესებს, საზოგადოების ინტერესებს, იქნება სუვერენული. უნგრეთში ძალიან უნგრული შემთხვევა საკმაოდ რთული შემთხვევაა ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ არა მარტო იმიტომ, რომ დაუშვათ რიტორიკულად მადიარი მთლიანად დაჯდა ორბანის რიტორიკაზე და ფაქტობრივად რო წარმოვიდგინოთ მოახდინა რედუპლიკაცია მისი ნარატივის. არამედ გამომდინარე კიდე შიდა პრობლემებიდან და პლუს ძალიან დაეხმარა მადიარს ის მაჟორიტარული სისტემა, რომელიც აქამდე ორბანის იარაღი იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ორბანი თავის ხაფანგში თვითონვე გაეხვა. აი ეს ძალიან საინტერესოა. ბულგარეთში ეს პრობლემები არ იყო. ველი იყო მეტნაკლებად გასაგები, სხვათა შორის დაახლოებით ისეთი, როგორც საქართველოშია და ამ აზრით დრამატიზმით ცხადია არა, მაგრამ მეტნაკლებად 2012 წლის არჩევნებს გავდა სიტუაცია. სადაც ასევე საზოგადოებისთვის აბსოლუტურად გასაგები იყო რა ხდება, სად არის თქვა ასე, მაშინ საკითხი ესე არ იდგა, თქვა ასე, რადგანაც საერთოდ მაიდანის თემა არ არსებობდა და ომის თემა არ არსებობდა, მაგრამ გასაგები იყო დაუშვათ სად არის ნაციონალური იდენტობა და სად არ არის, მაშინ აგადიოდა 2012 წელს აგადიოდა ზღვარი. ესე იგი, ერთი მხრივ იყო ხელისუფლება, რომელიც ფარისეულად იყენებდა იმას, რომ აი პროდასავლურია, მაგრამ იყო რეალურად ანტიქართული. ანტიეროვნული. ბულგარეთში ყველაფერი არის გართულებული კიდე ერთი მომენტით, რომ უკრაინის ომს მართლა ძალიან სერიოზული რესურსი ჭირდება ეკონომიკური. და ყველაფერთან ერთად, როდესაც ამხელა ეკონომიკური რესურსი ჭირდება, აი პატარა და საკმაოდ მე ესე ვიტყოდი, ჩამორჩენილი ქვეყნიდან. როდესაც ბულგარეთს იღებდნენ ევროკავშირში, ესე იგი დიდად არ განსხვავდებოდა იმ პერიოდში საქართველოსაგან. მისი ასევე რუმინეთის სხვა შორის მისი ეკონომიკური მდგომარეობა. ამ 15 წელიწადმა, როგორც ჩვენ თქვი, და ძალიან სწორად, ყველაფერთან ერთად ჩვეულებრივ რიგით ამომრჩეველობის ჯიბეზე საშინლად იმოქმედა. არა მარტო წინარწამი და იგივე BVP-ს თემას თუ შევხედავთ, როგორც ხოვროს სტატისტიკური ჩვეულებრივი ბულგარელი. მისი მდგომარეობა არის საკმაოდ გავარასებული. ანუ ეს ომი მას აწევს როგორც ღალა, ესე ვიტყოდ. აი ამ ყველაფერმა და იმან რომ პრინციპში ველი მოწმენდელი იყო, არ იყო ესეთი სირთულე, რომ სად და როგორ გავაკეთო არჩევანი, პრინციპში და პლუს იმანაც რომ ყველაფერთან ერთად ყველაფერი ერთდროულად ერთნაირად აკონტროლო. აი ბევრი კარგი ფაქტორი წაიფრთხო ერთი მეორე ბულგარელი ხალხისთვის და მოხდა ესეთი არჩევანი მე ესე ვიტყოდი. სამჯერ მეტმა ადამიანმა მისახმა პროგრესულ ისევე მეორე ძალიან გავს 2012 წლის არჩევნებს, ოღონდ ყველა ანალოგიას აქვს თავისი ზღვარი. კონტექსტი სხვა იყო იქ, აქ კონტექსტი სხვანაირია, მაგრამ რეალურად აი როგორც მაშინ იყო ცხადი არჩევანი ორ ძალას შორის, ბულგარეთში დაახლოებით ეგეთი სიტუაცია იყო. და ძალიან სასცილო იყო მე გამოხმაურებები დასავლეთიდან, ეგრევე რომ შეირაცხა პრორუსად. კი, რა თქმა უნდა. ნუ ეხლა ეს იცი რა არის, ეს აბსოლუტურად როგორ გითხრა, copy-paste-ით კეთდება, იმიტომ რომ უკვე შეუძლებელია ნარატივის შეცვლა, როცა შენ გინდა, აი როგორც თავის დროზე ანტისემიტიზმი, ხო? დაახლოებით იგივეა რიტორიკული თვალსაზრისით პრორუსულობა, ხო? ესე იგი სხვა რიტორიკა არ არის. და ვერ მოძებნი, აი სხვა იარლიხი არ არსებობს, აი რა უნდა გააკეთო. ხო, ანუ ადამიანი პროჩინობს ხარ დაუძახებ, არა? ჯო ვილსონი თუ არა. ხო. მაგრამ ანუ მე იცი ყველაზე ისე ტრაგიკულად რას უყურებ ხოლმე, რომ
ეს მართლა სწორად copy paste-ით ასლი რო იქნება. სადაც ჩვენ ხედავთ, რომ ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც დაიწყებს სუვერენიტეტზე საუბარს და სუვერენიტეტის პოვებაზე ფიქრს ან რაღაც ტიპის ნაბიჯებს გადადგავს, თავარი თავდასხმის და გაშავების წყარო ხო ესაა, რომ ესენი არიან პრორუსები. ხო. ოღონდ ამას არანაირი მტკიცებულება თუ არგუმენტაცია საქმით გამყარებული, რომ აი ეს ფაქტობრივი გარემოებები ავლენს ამას და წარმოაჩენს და ამიტომ არის პრორუსული, ხო არ არსებობს არც ერთ ასეთ შემთხვევაში. ამას ემატება ის, რომ ამ პრორუსულობასთან ერთად ტესტი გამოდის იმაზე, რომ ესე ქვეყანას აღარ შეუძლია ილაპარაკოს რაღაც თავის თვითმყოფადობაზე, რაღაც თავის კულტურის გაძლიერებაზე, რაღაც არ შეუძლია საკუთარი საზღვრები ისე გააკონტროლოს, როგორც მისთვის წარმოუდგენია, რომ არის სწორი და როგორც კი ამის გაკეთებას იწყებს, გარდა იმისა, რომ ეს არის პრორუსი, ამასთან არის დიქტატურისკენ მიმავალი. და აი აქ არსებობდა თურმე აქამდე დემოკრატიის აკვანი და აი ახლა მას შემდეგ რაც თუ გამკაცდა რიტორიკა ემიგრაციაზე, თუ გამკაცდა რიტორიკა პირობოდ უკრაინა-რუსეთის ომში უკრაინის მხარეს დახმარებაზე, თუ შემსუბუქდა რიტორიკა იმასთან მიმართებაში, რომ რუსეთთან შეიძლება ვაჭრობითი ურთიერთობა, მთელი ევროკავშირი ამას აკეთებს ისედაც, მაგრამ შენ რო გეუნებიან, რომ შენ არ უნდა გააკეთო. და თუ შენ თქვი, რომ მე ვარ ეროვნული ხელისუფლება და მე არ ვაპირებ, რომ რაღაც აბსოლუტურად ყველა დავალება, რომელსაც ბრიუსელიდან მივიღებ, შევასრულო, შენ უკვე მიდიხარ დიქტატურის ვექტორზე იხრები და შენ აუცილებლად გერქმევა პრორუსი. ამას აკეთებს მე ყველა მათი კონტროლის ქვეშ არსებული დასავლური გამოცემა, შიდა აგენტურული ოპოზიცია, შიდა აგენტურული NGO და ყველგან ეს ერთი და იგივე ხდებოდა. აი აქ შემოდის უკვე ის კითხვა, რომ კი შენ სწორად შენიშნე, რომ რა თქმა უნდა უძლეველი არც deep state-ი არ არის. ძალიან ძლევამოსილია, მაგრამ მასაც შეუძლია რომ რაღაცები გამორჩეს, გაებოროს, მოტყუდეს და ასე შემდეგ. მაგრამ ეს რას შეგვიძლია ჩვენ დავაბრალოთ, რომ მართლა ესე იგი რაღაც კაპიროვკის პრინციპით ყველა ქვეყანასთან და თან ბიჭო ისეთ ქვეყნებთან, რომელსაც მართლა დიდი ისტორია აქვს, დიდი კულტურა აქვს. ჩვენ ხო არ ვლაპარაკობთ ახლა კონკრეტულად არ დავასხებ, მაგრამ რაღაც ისეთ ქვეყნებზე ხო არ ვლაპარაკობთ, რომ აი მარტივად შეგიძლია რა. ხო არ მარტივად შეგიძლია რა, აი ერთი რა, ამათანაც იგივე სცენარი გავამეოროთ. ანუ დიდი ისტორიის და დიდი კულტურის და ესეთ მართლა ერი ქვეყნები რაც არის, იმათან რომ აი ესეთ მუდმივ განმეორებად სქემას იყენებ. ყველაზე უფრო ტრაგიკომიკური რა არის, იცი რომ ამ ყველაფერში თუ ავიღებთ ჩვენს ეგრეთ წოდებულ აგენტურულ ოპოზიციას, იმ ადამიანებს, რომლებიც ხო არიან ისეთებიც, არ მარტო ჯენზი, არამედ არიან ჩემი თაობის და უფროსებიც, ხო? რომლებიც 80-იანი წლების ბოლოს, 90-იანი წლების დასაწყისში ეწირებოდნენ 9 აპრილს და დამოუკიდებლობას და დღეს უკვე სიტყვა დამოუკიდებლობა ნიშნავს პრორუსულობას. აი ეს არის ყველაზე ტრაგიკომიკური. იმ ხო არიან დარჩენილები ძველი ძალებიდან, ხო ადამიანები და თუ სიტყვა დამოუკიდებლობა 90 წელს, 99 წელს, 90 წელს, 91 წელს ეს იყო მართლაც რაღაც რისკის შემცველი, ხო? და როცა ამბობდი დამოუკიდებლობა იყო სავსე მთელი აი ამ სემანტიკით, რა. დღეს იგივე სიტყვა გავიდა 35 წელი და ნიშნავს პრორუსულობას. აი ეს არის ყველაზე უფრო ტრაგიკომიკური ვისთვის, ოღონდ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თავის დროს გახმიროდნენ დამოუკიდებლობას. ეს ერთი, მეორე ის რომ ეხლა მოდი ესეთი რაღაცას ვთქვათ. არის გეოპოლიტიკური დაპირისპირება, ხო? არის გეოპოლიტიკური დაპირისპირება ძალიან შეიძლება გამოიყოს 5 ესეთი სუბიექტი მეტნაკლებად დასავლეთი, რომელიც დღეს არ არის ერთიანი და შეიძლება გამოყოთ იქ გლობალისტები, ევროპა, შეერთებული შტატები, საკონტროლო ესეთი ჭრელი, ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი, ირანი, რომელიც ჩვენს თვალწინ იბადება როგორც ესეთი სუბიექტი, შეიძლება არა ისეთი გლობალური მოთამაშე, მაგრამ რეგიონში ნამდვილად და ამ შემდეგ თურქეთი, თავისი უნიკალური მდგომარეობით, რომელიც აი თავს იკლავს და არ უნდა ამ ყველაფერში ჩართვა და არ ჩაერთო აქამდე,
ხო არც ერთ ომში და არც მეორეებში. ხო? ანუ რომელიც ყველაფერს რო დავიდავნებთ, მარტო ეს აჩვენებს ნატოს არა ჰომოგენურობას. საერთოდ ამერიკა ევროპის დაპირისპირებასაც თავი დავანებოთ. აი, პირველი ის რომ რაღაცა დაიძრა დანიის სამეფოში და ყველაფერი წესრიგში არ არის, 2022 წლიდან იყო ჩვენი არაჩვეულებრივი ნოდარ დუმბაძე რომ გავიხსენოთ ოსვალო თურქის პოლიტიკა, რომელიც არ მოწონდა ილიკოს ილარიო რაღაც ოსვალო თურქის პოლიტიკა არ მომწონს ბოლო ხანებში. აი შეეძლოთ ჩვენი აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლებს ეთქვათ, რომ ცოდნოდათ ნოდარ დუმბაძე და ცოტათი ქართული ლიტერატურა და კულტურა მაინც. ასე რომ მართლაც ესეთი ვითარებაა გეოპოლიტიკა ართულებს ამ ყოველივეს ძალიან სერიოზულად და ისე ვამბობ, რაღაცა მომენტში სხვათა შორის აქ შეეცადნენ ჩინური მუკვდავი ჯო ვილსონის რიტორიკის გამეორებით, რომ აი პროჩინურიც რო ხდება საქართველოს, ხო, მაგრამ ეს უკვე იმდენად კომიკურად გამოიყურება, რომ არ მუშაობს. ანუ მაინც ძველი ნაცადი ხერხი პრორუსულობის, რომლისაც უკვე არავის აღარ ჯერა, ხო? და ყველაზე უფრო პკივნეული იქნება თუ მგელი და მგელი მართლა გამოჩნდება, ხო? საბოლოოდ მე ვიტყოდი, რომ აი შენი ამ გადაცემის ათაური ევროპის დაისი, მე მგონი იდეალურად გამოხატავს იმას, რაც მოხდა. ფაქტობრივად არა მარტო deep state-ის უძლეველობას დაესვა კითხვის ნიშანი, არამედ თვითონ ეს არაჰომოგენურობა ევროპის, ბულგარეთის ესეთი არჩევანი და ესეთი განსხვავებულობა სიტუაციის უკვე გამოხატავს არაუბრალოდ ჰომოგენურობას, არამედ იმას, რომ ის რაც 25 წლის წინ გვეგონა ერთიანი ევროპა, უკვე ამ ერთიანი ევროპის მაშინ გავიმეორებ შენი გადაცემის ათაურს და უკვე ერთიანი ევროპის დაისისაკენ მიგვითითებს. მრავალი ქვეყნის საზოგადოებამ უკვე დაინახა, შეიარაღდა საჭირო ინფორმაციით და გამოცდილებით. ამ ხალხებმა დაინახეს, რომ deep state მართლა არ არის უძლეველი. როგორც ოზის ჯადოქარს ნიღავს, რომ ჩამოხსნი, აღმოჩნდება, რომ ის უკან კონკრეტული ინდივიდების ერთობა არის, რომელთანაც ბრძოლა შესაძლებელია. არა მაგიური ძალა, არამედ ჩვეულებრივი ადამიანი. რომელთან ბრძოლაც შესაძლებელია და თუ ერთიანობით ხდება ეს სწორი ხელისუფალით და მისი სწორი შორსჭვრეტელი პოლიტიკით, როგორც ჩვენ შემთხვევაში აღმოჩნდა, მაშინ შესაძლებელი არის, რომ ისეთი რაღაც მოხდეს, რომ ჩვენ ამდენი ხანი მაგალითად ესეთ ძიმე სიტუაციაში, ესეთ ძიმე დარტყმების ქვეშ ვაგრძელებთ მშვიდობის შენარჩუნებასაც და განვითარებასაც. შენ ამაზე დასწრებში აღნიშნა, რომ მადლობა ბიზნა ივანიშვილსო და ეს ცალსახად ასე არის და ეს დაინახა არა მხოლოდ ქართველმა, არამედ მთელმა მსოფლიომ. და ეს ამას ვხედავთ ჩვენ ახლა ბულგარეთში, ეს დავინახეთ მანამდე ჩეხეთში, ეს ხდება სლოვაკეთში, ეს გრძელდება იდეაში უნგრეთში, იმიტომ რომ არაფერი რადიკალური ცვლილება ლიბერალების გასახარ ყოველ შემთხვევაში იქ არაფერი არ მომხდარა და ჩვენ ვხედავთ, რომ ისე გრძელდება დაპირისპირების ის ველი, სადაც უკვე ძალიან მარტივად შეგიძლია თქვა, რომ აი როდესაც ქართველი ლიბერალი რაღაცაზე ყვირის, რომ ეს არის რუსული ან პრორუსული, ესე იგი აი აქ არის ნამდვილად ეროვნული ამბავი და ეროვნული საქმე აქ კეთდება და ეს იმდენად მარტივად განმეორებადი არის ყველა სხვა ქვეყანაში. უკვე აღარც გჭირდება რაღაცა განსაკუთრებული ცოდნით აღიჭურვო, რაღაც ყველა მიმდინარე მოვლენას სკრუპულოზურად გაიმარჯვოს ეროვნულმა ძალებმა. კი, უკვე ძალიან მარტივად გაშიფრვადი გახდა deep state-ის გეგმები, თუნდაც შენი ბოლო წერილი უნგრეთთან დაკავშირებით რომ გავიხსენო წინასწარმეტყველური შენი წერილი, რომელმაც სადაც ზედმიწევნით იყო აღწერილი ის, რაც შემდეგ უკვე მოხდა, ჩვენ გვაქვს უკვე საკმარისი გამოცდილება, საკმარისი რესურსი, საკმარისი ცოდნაც იმის შესახებ, რომ ის მომავალი, რომელიც თვით დესტრუქციისთვის არის განწირული, საკუთარ ქვეყნებში აღარ დავაყენოთ, ჩვენ ამ შემთხვევაში გულისხმობ იმ არა მარტო ჩვენ როგორც საქართველოს, არამედ ყველა იმ ხალხს, ვისაც მართლა თავისი ქვეყნის ინტერესები ადარდებს პირველ რიგში. ამიტომ მე მგონია, რომ ანუ ზუსტად ეგ ბულგარეთი იყო რაღაცა ამ მომენტისთვის ბოლო მერცხალი, სადაც კვლავ გაიმარჯვა სუვერენიტეტის იდეამ, სადაც კვლავ გაიმარჯვა ეროვნულმა იდეებმა, სადაც კვლავ გაიმარჯვა იმან, რომ
ლიბერალური დღის წესრიგის თავსმოხვეული დღის წესრიგის განრიდება შეძლო საზოგადოებამ, სადაც კიდევ ერთხელ დამარცხდა Deep State. და ეს წყალი გადასხმოდეს თლიანად კონტინენტურ ევროპას და იქნებ დაისის შემდეგ აისის მომენტიც დადგეს. მე ესე ვიტყოდი, რომ აი ამ იმედით დავასრულოთ ამ იმედის არტიკულები დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი საუბარი. მადლობა ძალიან დიდი დღეს ჩვენთან სტუმრობისთვის. ამით დაგემშვიდობებით. შევხვდებით შემდეგ კვირა დღეს 10:00 კვლავ პოსტივიზე. გაიგზავნებოდეთ.